შუადღე TV3-ზე მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ფართო მასშტაბიანი კამპანია დაიწყო. ნუ დატოვებ ნარჩენებს იზრუნე გარემოზე, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მომზადებული კამპანიის ფარგლებში მინისტრმა საჯარო, ბიზნეს, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორს მოუწოდა ჩაერთონ ყველა ამ აქტივობაში, რომელიც სამინისტროს მიერ იქნება ინიციირებული. მათი ვეცნობით, გარემოს დაბინძურების თითოეული ქმედების შესაბამისად ადეკვატური სანქციები და შესაბამისი ჯარიმები დაწესდება. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ბატონი ელგუჯა ხოკლიშვილი. თუმცა სანამ ბატონ მინისტრთან გადავიდოდეთ შეკითხვით, მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ დღეს ისევ გვექნება ვიქტორინა, რომელიც კომპანია ორიფლეიმმა დააწესა და გავაგზავნებ მოკლედ ისტორიას კომპანიის შესახებ. 2000 წლის 20 ნოემბერს კომპანია ორიფლეიმმა კიდევ ერთი ქვეყანა შემატა მისი წარმომადგენელი ქვეყნების დიდ ჯარს და ოფიციალურად გახსნა ორიფლეიმ საქართველო და მალე მთელი ქვეყანა მყისვე დაავადდა ორიფლეიმის სცენით. კომპანიამ მიაღწია განვითარების უმაღლეს დონეს და იქცა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეგიონად. 2012 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო კომპანიის ისტორიაში, რადგან ორიფლეიმ საქართველო გახდა კავკასიის რეგიონალური დისტრიბუციის ცენტრი. კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში ფეხთაფეხ მიყვება მსოფლიო ტენდენციას და ყოველწლიურად ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანიც გახლავთ ბავშვების სწავლა-განათლება. ახლა კი მოდით დავსვათ პირველი შეკითხვა. იყავით ყურადღებით და დარეკეთ ჩვენი სტუდიის ნომერზე 245-77-27 გახლავთ ჩვენი ტელეფონი. კიდევ ერთხელ მინდა შეახსენოთ და მოდით დარეკეთ პირველმა, გაგვეცეთ სწორი პასუხი და მოიგეთ პრიზი. მაშ ასე შეკითხვა. პროდუქციის რამდენი ხაზი აქვს კომპანია ორიფლეიმს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პროდუქციის რამდენი ხაზი აქვს კომპანია ორიფლეიმს? ველი თქვენ სწორ პასუხს და პირველი პრიზის ავტორის გამოვლენას. მოდით ბატონ ელგუჯასთან გადავალ, სანამ ჩვენი გამარჯვებული გამოვლინება და დაგვირეკავს ვიქტორინის პასუხის გამცემი, მანამდე მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის სტუდიაში და ზოგადად მინდა ვიკითხო, რამდენად მნიშვნელოვანი აქტუალური და ასეთი მტკივნეული თემაა საქართველოში. ის საკითხი, რომელიც მე უკვე დავაანონსე და ვთქვი, ნარჩენების, ასე ვთქვათ, გადაყრა და არა ესთეტიური ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ახორციელებს. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. გეტყვით ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, არსებობდა ჩვენთან კანონი, რომელიც არეგულირებდა მყარი ნარჩენების მართვას, მაგრამ ბოლო წლებებში ეკონომიკური ზრდასთან ერთად, ნარჩენების რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების რისკები გაიზარდა და უკვე არსებული კანონმდებლობა აღარ იყო უკვე ადეკვატური იმ რეალობისთვის, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს. ამას დაემატა ის, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება უკვე გვავალდებულებს გადავიდეთ მყარი ნარჩენების მართვას, რაც შეეხება ახალ მიდგომებზე და ახალ სტანდარტებზე. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ წინა წელს დაიწყო ამ ახალ კანონმდებლობაზე მუშაობა, სადაც ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები, ადგილობრივი ექსპერტები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და მომზადდა, ესე ვთქვათ, ერთიანი საკანონმდებლო ბაზა, მყარი ნარჩენების კანონი, რომელიც პარლამენტი განიხილავს ახლა უკვე, მე როგორც ვიცი, მეორე მოსმენა გაიარა და კანონპროექტია, ვთქვათ ასე. კანონპროექტია და სავარაუდოდ წლის ბოლოს პარლამენტი დამტკიცებს ამ კანონპროექტს. ახლა რაც შეეხება თვითონ კანონპროექტს. თუ შეგაბოდიში სატელეფონო ზარზე მაყურებელი ყავს სავარაუდოდ, რომელიც გახდება ჩვენი პირველი პრიზის გამარჯვებული. გისმენთ, თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ სწორი პასუხი. არ დაგველოდა სამწუხაროდ. მოდით, რა სიტუაციებს ეს კანონპროექტი, რო გითხრათ, დაწურებით ეს კონკრეტულად. კანონპროექტში ძირითადად ასახული არის ის თანამედროვე მიდგომები და სტანდარტები, რამაც უნდა დაარეგულიროს ქვეყანაში, მოაწეს ეგრეთ წოდებული მყარი ნარჩენების მართვა. ეს არის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი ეს არის უკვე ადმინისტრაციული სანქციები და ჯარიმები, რომელიც გარემოს დაბინძურებაზე გამკაცრდება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდხნიან პერსპექტივაში, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 15 წლიანი სტრატეგია, ეროვნული სტრატეგია, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა გადაგვიყვანოს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე, რაც გულისხმობს საბოლოო ეტაპზე ამ ნარჩენების სეპარირებას, რეციკლირებას, მეღრადი გადამუშავება, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელები და ასე შემდეგ. პირველი მოაწესრიგა ის, რომ განსაზღვროს ზუსტი კატეგორია ნარჩენების. ეს არის
სახიფათო, არასახიფათო და ინერტული მასალა. ასევე განსაზღვრა ვის რა პასუხისმგებლობა აქვს. აქ არის ლაპარაკი როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ორგანოებზე, რომლებიც პასუხისმგებლობა აქვს, რომ კონკრეტ ნარჩენების მართვის გეგმები და საწარმოო დონეზე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ახალია. ანუ ეტაპობრივად ის დიდი საწარმოოები და იმპორტიორები, რომლებიც წარმოქმნიან ნარჩენებს, უკვე ვალდებულება ექნებათ, რომ კონკრეტ მათ შეგროვების სისტემა და ნარჩენების მართვის გეგმები, რომელიც უზრუნველყოფს ამ გარემოდან ამ ნარჩენების ამოღებას. ეს არის ამ კანონპროექტის ძირითადი პრინციპი, რომელიც გულისხმობს თვითონ წარმოებლის გაფართოებულ პასუხისმგებლობას. ასე იგი კიდევ ერთხელ მაყურებელი ყავს განსხვავებული ფოტოსროთ. გისმენთ, თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ სწორი პასუხი, რამდენი ხაზი აქვს კომპანია Oriflame-ს? აიო, გამარჯობათ, მოგესალმებით. კომპანია Oriflame-ს აქვს 7 ხაზი. ბრავო, გილოცავთ, თქვენ ხართ პირველი პრიზის გამარჯვებული. როგორც თქვენ ძალიან სწორად 7 ხაზია კომპანია Oriflame-ს. მე გეტყვით, რომ კიდევ 2 პრიზი გათამაშდება ჩვენს ხელოვნებრივ გადაცემაში. თითოეულ ნაწილს პირველი ბლოკისა დაუთმობთ სწორედ ვიქტორინის შეკითხვებს. გამარჯვებულს კი მინდა უთხრა, რომ თქვენ უნდა ჩააწეროთ თქვენი პირადი მონაცემები ჩვენს საპროდიუსერო ჯგუფს, რის შემდეგაც მოგზავნებით ჩვენს ტელევიზიაში და დაცვა გადმოგცემთ თქვენს მოგებულ კუთვნილ პრიზს. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია TV3 მდებარეობს პორტაჭალაში, გორგასლის მესამე შესახვევი 25 ნომერია ჩვენი ტელევიზიის მისამართი. აუგზავნებთ ბატონო მინისტრო თქვენთან საუბარს. ზოგადად მოდით თქვათ ასე, რას ითვალისწინებს დაახლოებით ჩამოვაყალიბებთ ეს კანონპროექტი კიდევ აღვნიშნავთ არაერთხელ სულობისას გადაცემის. მოდით თქვათ, როდიდან შევა ძალაში და რა ეტაპზეა კონკრეტულად აი ამ შამაც ეს კანონპროექტი. როგორც გითხარით, წლის ბოლომდე მოხდება პარლამენტის მიერ ამ კანონის დამტკიცება და შემდეგ უკვე სავარაუდოდ წლის დასაწყისიდან შევა ძალაში. ანუ ამოქმედება ის ძირითადი პუნქტები, მაგრამ მინდა დავამატო, რომ ეს კანონპროექტი ერთი არის, შემდეგ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 1 წელი ვადა, სადაც ნორმატიული აქტები უნდა მომზადდეს. ანუ კანონში რაც არის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები, შესაბამისად ნორმატიული აქტებით უნდა დარეგულირდეს, ეს ვთქვათ, რომ როდიდან ხდება ვალდებულება, როდიდან ამოქმედეს ეს ვალდებულება იგივე დიდი საწარმოებისთვის, ანუ ცალკეული პუნქტები, რა სახით და როდის უნდა ამოქმედეს. ანუ აქ არის ლაპარაკი, რომ ვთქვათ, როდის იქნება ვალდებული დიდი საწარმოები ეს შეგროვების სისტემა გქონდეთ, ანუ ეს არ მოხდება ვთქვათ, კანონის ამოქმედებიდან პირველ დღეს, ამას უკვე დაარეგულირებს ნორმატიული აქტები, სადაც გაიწერება ასევე შესაბამისად როგორ უნდა დაფინანსდეს. ყველაზე მთავარი რაც არის, ანუ ადმინისტრაციული ჯარიმები კანონის ძალაში შესვლისთანავე ამოქმედება, მაგრამ ჩვენ აქ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ანუ პარალელურ რეჟიმში მიდის იმაზე ლაპარაკი, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც იყოს წარმოდგენილი რეგიონალურ და სოფლის დონეზე. ანუ როდესაც ადამიანს ჩვენ დავაჯარიმებთ გარემოების დაბინძურებაზე, ანუ ამ ნარჩენით, აუცილებლად იმას უნდა ქონდეს ალტერნატივა, უნდა იყოს ხელმისაწვდომი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აქ ლაპარაკი ნაგვის ურნებზე, ეს ნაგვის ურნები უნდა ხდებოდეს პერიოდულად მისი დაცვა. სხვა შემთხვევაში არ გამოვა ლოგიკურია, აქედან გამომდინარე, ანუ ის იმ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა მთლიანად გამართული, იქ მოხდება შესაბამისად იმის შემდეგ, რაც ეს ინფრასტრუქტურა იქნება გაკეთებული, ეტაპობრივი ამოქმედება. ამ თვითონ კონტროლს განახორციელებს როგორც საპატრულო პოლიცია, იმ შემთხვევაში თუ ეს ავტოტრანსპორტს შეეხება, განახორციელებს ჩვენი სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტი და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ის შესაბამისი უწყება, რომელსაც ევალება ამის კონტროლს, მონიტორინგი. ერთ შეიძლება ნაგვის ურნებზე ისტორიას გავიხსენებ. იყო პერიოდი საქართველოში, ყველას გვახსოვს, როდესაც პრაქტიკულად ნაგვის ურნების ძალიან დიდი სიმწირე და დეფიციტი იყო. და იმ პერიოდში მომიწია, პირველად მაშინ საზღვარგარეთის ქვეყანაში, ერთ ქვეყანაში მოგზაურობა და დასავლური სითხე, ერთ-ერთი გამაგრებელი სასმელი, როდესაც იახელი დავდექი და როგორც აქ ვიცოდით, ალბათ და ყველაზე ნორმალური და მისაღები ფორმა იყო ხიზილში დავდეს. წარიელი ბოთლი. უცებ ვიგზელია წველი ზერა რამდენიმე ადამიანს რომ რაღაც განსაკუთრებულად ცუდი საქმეები ჩავიდინე და ეს ვიგზელი და უცებ რო ავიხედე მართლა ესე მიყურებენ და უკიდე ხელი ამ ბოთლსიო და ვითომ ის დროებით დავდე რაღაცას ავიღე ისე და მე მივხვდი რომ მართლა ჩვენთან უკვე რაღაც ინსტინქტი იყო ის რომ ჩვენ არ გქონდა ამის საშუალება სადღაც ჩაგვეგდო ეს ნაგავი. მე მადლობა გმენს რომ 1000
რაღაც აქციები ტარდებოდა იყო ნაგვის უნებზე გარეთმულად კოტო ყუბანეიშვილის რითმების კი მაშინ მახსოვს ძალიან კარგად და ამან ნელ-ნელა რაღაც გარკვეულ ეტაპზე შედეგი გამოიღო. თუმცა ალბათ უკვე ახლა შემდეგ ეტაპზე ვართ, უფრო მეტად მოეთხოვება ალბათ მაინც ზოგადად მითხოს 21 საუკუნის სტანდარტებიც, იგივე ის კულტურა, ის ეთიკა, რომელიც არსებობს მსოფლიოში და ალბათ მართლა დროა ჩვენი საზოგადოება შეუერთდეს როგორც დედაქალაქში, ასევე ნებისმიერ რეგიონში თუ სხვა პატარა სოფელში იმას, რომ ნაგავი ქუჩაში არ უნდა იქნეს დაყრილი და მით უმეტეს არ უნდა იქნეს დაყრილი წმინდა ადგილებზე, როდესაც მოსალოცად დადიან იქ საკეიფოდ იქნება თუ რა დროის გასატარებლად. კარგი იქნება მართლაც ეს ჯარიმები ალბათ პირველი დამხმარი საშუალება იქნება ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობისთვის ამ საქმეში, რომ ერთხელ და სამუდამოდ იქნას აკვეთილი ეს ასე ვთქვათ მანკიერი თვისება. რამ ჯარიმებით იქნება? მინდა დავამატო, ანუ ეს ერთი მხარე არის ეს ჯარიმები, როგორც თქვენ თქვით, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ცნობიერება და თვითშეგნების ამაღლება. ანუ ჯარიმა რა თქმა უნდა მოიტანს, ანუ ქცევის შეცვლა მოყვება ჯარიმას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ანუ ეს პასუხისმგებლობა გაითავისოს ყველა მოქალაქემ, რომ ნაგავი, ანუ ნარჩენი ურნამდე მივიტანოთ და რა თქვა ხის ძირში ან საფთან უკვე დავყაროთ. ამიტომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მე მინდა აღვნიშნო, რომ ანუ ჩვენ ამ პერიოდში ჩართულები ვართ რეგიონებში და ძალიან საინტერესო, ანუ რამოდენიმე ადგილას ჩვენ ნახეთ ისეთი სოფელი და ანუ თვითმმართველობის დონეზე, სადაც თვითორგანიზირება გააკეთეს ადგილობრივ მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, იქ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარებით და ანუ თავიანთ მუნიციპალიტეტში, ესე ვთქვათ, ნახეს ის ნაგავსახველები, ანუ ხებები, სადაც იხლებოდა და ერთობლივი ძალისხმევით ანუ დაიწყეს მისი დასუფთავება. ანუ ეს უკვე ძალიან კარგი ნიშანია, რომ თვითონ აიღეს ეს პასუხისმგებლობა და ეს რა თქმა უნდა გადამდებია და ერთხელ რომ მოხდება ამ ადგილის დასუფთავება, რა თქმა უნდა მერე უკვე თვითონ უწევენ კონტროლს, რომ აღარ მოხდეს სხვა მოსახლის მიერ ან მეზობლის მიერ იგივე ადგილას ინარჩენის დაყრა. ჩვენ გვაქვს ეს რუქა, ანუ გავაკეთეთ ჩვენ ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით მიახლოებით რუქაზე დავიტანეთ ლოკაციები, სად არის ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილები და რა რაოდენობის ნაგავი ყრია. ეს არის ინტერაქტიული რუქა, ანუ ამის შემდეგ და ამის მიხედვით მერე დაიწყო ეს კამპანია, რომ ეს მარტივია იზრმე გარემოზე და ჩართული არის ამ ძალიან ბევრი როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ მოხდეს ეტაპობრივად ამ ადგილების გაწმენდა და დასუფთავება. და შესაბამისად, როგორც თქვენ თქვით, ანუ ურნებით უზრუნველყოფა იქნება, ისაც არის გაკეთებული კვლევა, ანუ რა რაოდენობის მინიმალური ურნა ჭირდება, რომ თითოეულ რეგიონში ან სოფლის დონეზე რო ჩავიდეს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ანუ ვერ იქნება ისე, რომ ყველა მოსახლეს ურნა ექნება იქვე, ანუ თანაბარი ხელმისაწვდომი ვერ ექნება, ანუ ურნა იქნება იქ ზოგი მოსახლესთან შეიძლება უფრო ახლოს იყოს, ზოგთან ცოტა მოშორებით, მაგრამ ანუ ეს ურნა იქნება, სადაც ნარჩენობა განთავსდეს და ასევე მოხდება პერიოდულად მისი გასუფთავება, ანუ ნაგვის გატანა ნაგავსახველზე და ეს არის უკვე თვითმმართველობის პასუხისმგებლობა. ამას აიღებს თითოეული თვითმმართველობა, რომ უზრუნველყოს თავის მუნიციპალიტეტში, ანუ სოფლის დონეზე, რომ ანუ საკმარისი ნაგვის ურნები იყოს და ასევე ის რომ ამ ნაგვის ურნების პერიოდული დაცვა და გატანა ხდებოდეს ნაგავსახველზე. ნაგავსახველის ოპერირება ეს უკვე ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა და ცენტრალური ხელისუფლება უკვე იზრუნავს და ეს ნაგავსახველები იყვნენ იმ სტანდარტების შესაბამისობაში, რომ დაცული იყოს ეს სანიტარული ზონები და იმას თავისი შესაბამისი სტანდარტი უნდა, რომ იქიდან გაზი და წყლის ის გამოდევნა შეიძლებაოდეს, უჯრედები იყოს, მე ეს უჯრედები დაიხუროს და ასე შემდეგ. კეთილი, მე ასევე მინდა ისიც ვთქვა, რომ ზოგადად მართლაც ახლა იგივე ეს კამპანია, რომელსაც თქვენ ახორციელებთ და ალბათ ყველაზე კარგია მართლა ადამიანთა თვითშეგნებამდე თუ დავა ის, რომ უბრალოდ ეს სხვისი შეურაცხყოფა, საკუთარი თავის შეურაცხყოფა და ქვეყნის ზოგადად დაბინძურება მართლაც არც ერთ ალბათ ნორმალურ საქციელში არ შედის ეს ქმედება, თუმცა ალბათ მაინც ყველაზე ესე ვთქვათ ქმედითი და ყველაზე ეფექტური იქნებოდა ალბათ ისე ჯარიმები და არის კიდევ
ჩვენ გვახსოვს ალბათ ნებისმიერი ისეთი ახალი ინოვაცია, რომელიც იგივე ღვედთან დაკავშირებით, როდესაც პირველად ითქვა, რომ ღვედის შეკვრა იყო აუცილებელი, ბევრ ჩვენთაგანს ალბათ ეგონა, რომ ეს ქართველი ადამიანის ინსტინქტში და ასე ვთქვათ, ყოველდღიურობაში ძალიან რთულად შევიდოდა, თუმცა დღეს ალბათ ყველა ვინც საჭესთან ჯდება, ყველა იკეთებს ღვედს ისევე როგორც მისი გვერდით ჯდომი და პრაქტიკულად ეს უკვე იქცა ერთგვარ წესჩვეულებად, რომელსაც არავინ აღარ არგებს. ეს პრაქტიკულად მოიტანა ჯარიმა უფროს კონკრეტულად ალბათ და არა თვით შეგნებამ ალბათ უფრო ამ შემთხვევაში როგორ გაისაზღვრება ჯარიმების სხვა იქნება თქვათ ისეთი მინიმუმი რომ ბევრისთვის იგივე მაგალითად მახსოვს ერთხელ გადაცემაც გავაკეთე ქვეითელ მოსიარულეებზე ვინც არ ღვევდა წეს ანუ არ ჩადიოდა თქვათ მიწისქვეშა გადასასვლელიც არ სარგებლობდა არ სარგებლობდა იმ ხიდებით რომელიც არსებობს და ასევე არ სარგებლობდა ზებრით სადაც უნდა გადავიდეს წესით ქვეითი ნახით მოსიარულე და როდესაც ჩვენ ვკითხეთ ერთ-ერთ ქვეითს რომ რატო არ ღვევს წესებს მან გითხრა რომ ისეთი მცირეა ჯარიმის ოდენება რომ მე პრაქტიკულად შემიძლია 3 ლარი გადავიხადო და მიჩენდა გადავიდე იმიტომ რომ მეჩქარება და არ მიიღეს იქ ქვევით ჩასვლა და ასე შემდეგ ამ შემთხვევაში როგორ იქნება ჯარიმები მინიმუმ მაქსიმუმი და თუ იქნება თქვათ ეს ერთ-ერთი თქვათ გამოძრავებელი აი ამ პროექტის წარმატებული გასწორებისთვის. ჯარიმების რაოდენობა მოგწი რომ ანუ როდესაც მიდიოდა ამ პროექტზე მუშაობა და თვითონ ჯარიმების ზღული ოდენობის განსაზღვრა ანუ ჩვენ მქონდა შესაძლებლობა რომ გავცნობდით ამის კონკრეტების გამოთვლებას. ანუ მიდგომა ესეთი არის რომ ჯარიმა ეს ზღული რაოდენობა არ უნდა იყოს ისეთი დიდი რომ ვერ შეძლოს გადახდა ანუ ის უნდა იყოს ანუ უნდა შეეძლოს გადახდა და რომელიც ვერ შეაწუხოს ანუ ჯარიმის გადახდით უნდა შეწუხდეს და ამის შემდეგ ხდება ანუ ქცევის შეცვლა ბეტყვით რომ ჯარიმები იწყება 500 ლარიდან ადის 5000 ლარამდე მაგრამ ეს მოიცავს ყველაფერს ანუ როგორც კერძო პირებს ასევე იურიდიულ პირებს და დიფერენცირებულია თვითონ ნარჩენის სახეობის და რაოდენობის მიხედვით რა მაგალითისთვის გეტყვით ანუ ფეხით მოსიარულესთვის იქნება 80 ლარი ჯარიმა 2 კილომდე ანუ ნარჩენის გადაყრაზე მიტოვებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ნაგვის გადმოყვანაზე იქნება 120 ლარი და 100 ლარი იქნება როცა ხდება საყოფაცხოვრებო სახლიდან ნარჩენის გამოტანა მიტოვება გადახდა. მეგონი ეს იქნება ასევე არის ჯარიმები რა თქმა უნდა ანუ ცოცხალ ორგანიზმებზე ანუ როცა ბუნებაში ამის მიტოვება იქაც დიფერენცირებულია ანუ კერძო პირებზე სხვა არის ანუ იმდენია რომ ამის უგულებელს ყობა აღარ შეცვლის მაგრამ კონსტანტ სატელეფონო ხაზზე მოусმინოთ მას და შემდეგ განვუძოთ საუბარი გამარჯობა გისმენთ მოგესალმებით თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ბატონ მინისტრს დაუსვათ შეკითხვა ან გამოხატოთ თქვენი მოსაზრება როგორც ეს ტექნიკური შეფერხება ვიდეო დამკავშირდება ტელემაყურებელი კიდევ თუმცა ერთი ტელემაყურებელი როგორც ხედავ ჩვენ Facebook გვერდზეც გვწერს შევახსენებ ჩვენს ძვირფას ერთ Google შემოქმედებას ტელემაყურებელს რომ თქვენ შეგიძლიათ აქტიურად ჩაერთოთ ჩვენი Facebook გვერდის მეშვეობითაც ჩვენს გადაცემაში შუადღე ტელევიზიაზე ეს არის ჩვენი Facebook გვერდის მისამართი ვიწონეთ გვერდი და შემდეგ მოგუმართეთ შეკითხვით თუ მოსაზრებით ერთ-ერთი ესეთი ტელემაყურებელი გვწერს კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მწვანე ზოლს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს დაზიანებები, ვინ გამოიძახოთ და ვინ დაგეხმარება, რაც შეეხება გამგეობას, მიმართეთ და არაფრის გაკეთება არ უნდა თუ. მწვანე ზოლიო. სახლის მწვანე ზოლიო. როდესაც სახლის მწვანე ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს დაზიანებები, ალბათ დაბინძურებები. დაბინძურებაზე ვაბარდით. დაბინძურებისთვის თვითმმართველობა არის ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილება რომ მან მოახდინოს ნარჩენების შეგროვება და გატანა ნაგებ სახელამდე ანუ უჩვევდი რომ თვითმმართველობაში ანუ არსებობს შესაძლებლობა გამგეობაში მიმართეთ მაგრამ არაფრის გაკეთება არ უნდა თუ ეს ადამიანი მე კონკრეტული არ შემიძლია შევაფასო ეს კონკრეტული საკითხი, მაგრამ როგორც ანუ გამგეობაში შესაძლებელი სამსახური არის პასუხისმგებელი რომ ესეთ რაღაცებზე ანუ მოახდინოს რეაგირება.
ანუ ის დეტალი არის მე არ ვიცი რას გულისხმობს კონკრეტულად ეს მოქალაქე ანუ თავის საცხოვრებელი ტერიტორიაზეა რამე მწვანეზოლს რას გულისხმობს ის მწვანეზოლ სახის მწვანეზოლი ალბათ საცხოვრებელი ტერიტორია ანუ თუ საკუთრება კერძო საკუთრება მაშინ უკვე ამ კერძო საკუთრის პატრონეს ის არის უფრო მოსაძლებელი რომ თვითონ დაასუფთავოს თავისი აკრძალვა ანუ ეს თუ არ არის საჯარო ტერიტორია მისი სახლის თუ არა მისი სახლის რა თქმა უნდა ნეიტრალურია სახე ახლა სადაც ცხოვრობ ანუ უნდა ვიზრუნოთ მის დაასუფთავებაზე ჩვენ ანუ მას სახელმწიფო ვერ იზრუნებს ასევე არის შეკითხვა Facebook-ზე რაც რამდენი ხება თქვენ სამსახურს ჩვენს მწვანეზოლში არის ხეებიო სადაც გადამდები დაავადებით არის დაზიანებული ხეები და სასწრაფოდ საჭიროებს მოჭრასო ასევე მიმართეთ მერიასო და იქაც რეაგირება არ გვაქვს და ეს არის გადამდები დაავადება ქალაქის მერია ანუ ეს თბილისში ხდება ეს თბილისში ქალაქის მერიის შესაბამისი დასუფთავების სამსახური ერთი და მეორე არის ეს თქვათ გამწვანების სამსახური რომელიც უშუალოდ პრობლემებით არის დაკავებული და ანუ მაგ პრობლემების შეფასებაში და შესაბამისად მოგვარების გზების მოძებნაში ანუ ეს იგი მაინც ანუ ეს არის თვითმმართველობის გამგეობის ის არის ანუ მე ძალიან მიჭირს ახლა ამ კონკრეტ საკითხებზე საუბარი იმიტომ აქ არის ანუ თვითმმართველობას უნდა მიმართონ და საინტერესოა ასევე ზოგადად კარგია რომ ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში ძალიან ბევრი მშენებლობა ხორციელდება მიმდინარეობს და ასევე მიმდინარეობს იგივე სარემონტო სამუშაოები კერძო სახლებში როდესაც ესეთი სახის ანუ სამშენებლო დანაგვიანება ხდება სამშენებლო მასალების დანაგვიანება იგივე ვთქვათ სამშენებლო კომპანიის მიერ ან ვთქვათ იგივე მუშების მიერ ამ შემთხვევაში როგორ იქნება დახარისხებული ჯარიმები და ვინ იქნება დანაგვიანებაზე პასუხისმგებელი როგორც გითხარით ანუ ამიტომ ვთქვი რომ ეს 500-დან 5000 არამდე დიფერენცირებულია ანუ აქ არ არის მარტო ლაპარაკი იმაზე რომ ვთქვათ კერძო პირების დაჯარიმდებიან ანუ უშუალოდ იურიდიული პირები აქ არის ასევე კომპანიები რომელთაც ექნებათ ეს ვალდებულება ამ შემთხვევაში იქნება ეს სამშენებლო კომპანია რომელიც ინერტული მასალით ავინძურებს გარემოს მათთვისაც ანუ რაოდენობაზე განსაზღვრული არის დიფერენცირებული ჯარიმები და ასე შემდეგ ანუ იმ შემთხვევაში თუ იქნება სამშენებლო კომპანია რომელიც ანუ ინერტული მასალა ცალკე კატეგორია ანუ ნარჩენის და მასზე დიფერენცირულად სხვადასხვა ანუ ზღური ოდენობის ჯარიმა არის განსაზღვრული როგორც ის აპირად არ შემიძლია აქ მაქვს ვთვლი მაგრამ როგორც კი ანუ წლის ბოლომდე ჩვენ უკვე შემოგვირაში გეგმავთ ანუ აქტიურ კამპანიას რომელიც მოიცავს ანუ როგორც საპატრულო პოლიციასთან ერთად ასევე თვითმმართველობასთან ერთად სადაც უკვე განუსაზღვრავთ რომ და ასევე დავიწყებთ იმ ინფორმირებას მოსახლეობის როგორც კერძო პირების ასევე იურიდიული პირების ვისაც ეს კანონი შეეხება რომ მათ უკვე წინასწარ გქონდეთ ინფორმაცია რომ რა სახის ჯარიმები ამოქმედდება რა და ვინ იქნება პასუხისმგებელი თვითონ რასაც ტელემაყურებელი დავუთმოთ მას ეთერი გამარჯვებად გისმენთ მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხარ შეგიძლიათ ბატონ მინისტრთან დასვა თქვენი შეკითხვა ან გამოხატოთ თქვენი მოსაზრება ალო გამარჯვებად გისმენთ გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ თქვენ შეგიძლიათ გვესაუბროთ კიდევ ერთხელ ხაიჩი როგორც ჩანს და ანუ ზოგადად ევროპულ სტანდარტებამდე მართლაც ალბათ ქვეყანას აემკუთხით ძალიან ბევრი სამუშაო ჩასატარებელი და ამ ყოველ შემთხვევაში ამ გადასახედიდან მოჩანს რომ ძალიან ბევრია იმ სტანდარტებამდე თუნდაც რომელიც ნებისმიერ განვითარებული ევროპის ქვეყანას ჭირდება და ევროპის ქვეყანაში ხდება ზოგადად თქვენ როგორ წარმოგიდგენთ რამდენ ხანში შეუძლია საქართველოს ჩადგეს აი ამ რეჟიმში რთულია ძალიან ანუ თვითონ ეს გზა რაც თქვენ ძახით ანუ მოწესრიგებული ევროპის სტანდარტებზე ძალიან რთული არის შეიძლება ითქვას რომ გარკვეულწილად კილმეულით ამიტომ ეს მოიცავს
ქცევის ცვლას და ასევე უნდა გადაეწყოს ახალ რეალობაზე, უნდა გადაეწყოს როგორც ჩვენ მოქალაქეები, ასევე კერძო კომპანიები. ამიტომ კანონთან ერთად სამინისტრო მუშაობს დასრულება სავარაუდოდ შემდეგ წელს, ეს არის 15 წლიანი ეროვნული პარენარჩენების მართვის სტრატეგია. ანუ ეს არის ლაპარაკი აქ არის რომ ეს არის 15 წლიანი ამიტომ ეტაპობრივად უნდა გადავიდეს და ასევე ჩვენ გვექნება 5 წლიანი სამოქმედო გეგმა. ანუ კონკრეტული სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით თავისი ფინანსური წყაროებით. ანუ დაფინანსების წყაროებით. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ პასუხობთ მოითხოვს დიდ ფინანსებს, ანუ ეს მარტო არ არის კანონი არ განსაზღვრავს მარტო რომ თქვა უნდაში ჩავაგდოთ და ასე შემდეგ. ანუ მაგ არის ლაპარაკი ასევე რომ უნდა მოხდეს შეგროვების სისტემა, ასევე უნდა მოხდეს რეციკლირება, ანუ მეორადი გადამუშავება, ნაგვის გადამუშავება, მე უნდა მოხდეს ნაგვის აღდგენა და შემდეგ უსაფრთხო განთავსება, ანუ ახალი ტექნოლოგიები და ახალი ბიზნეს იდეები უნდა გამოჩნდეს, რომლებიც ამას კერძო სექტორი მერე დაამენეჯმენტებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გვაქვს სახიფათო ნარჩენებზე ლაპარაკი, ანუ ეს არის ქიმიური ნარჩენები. თამაზე ცოტა კონკრეტულად სარეკლამო ჭრისა და საინფორმაციო ყურების შემდეგ ვისაუბროთ. თემა ყურებს ვეთქვი, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ბატონ გუჯა ხალხიშვილთან და სწორედ რეკლამისა და საინფორმაციო ყურების შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით ამ თემით. მეგონი საკმაოდ საინტერესო და აქტუალური თემა, ასე რომ დაგველოდეთ და გვიყურებთ.